საუკუნეების განმავლობაში ძაღლები ადამიანების ერთგულ თანამგზავრებად იქცნენ. ამიტომაც ადამიანთა უმეტესობისთვის მათ გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ახალი და უჩვეულო ძაღლის ჯიშების შესაქმნელად მსოფლიოში ყოველდღიურად ათასობით სელექციონერი მუშაობს. მაგრამ ფართოდ გავრცელებული სახეობების გარდა არსებობს ისეთი ჯიშებიც, რომლებიც ბუნებაში იშვიათად გვხვდება. ამ ეპიზოდში ყველაზე იშვიათ ძაღლებს გაჩვენებთ. ამ ძაღლების უჩვეულო გარეგნობას დანახვისთანავე ყველა ამჩნევს. თავიდან ალბათ იფიქრებთ, რომ მის ცხვირს რაღაც ჭირს და თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ის ორადაა გაყოფილი. კატალბურუნის ჯიშის ძაღლები სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი არ არიან. ისინი ასეთი უცნაური ცხვირებით იბადებიან. ამ ჯიშის ყველა წევრს ორად გაყოფილი ცხვირი აქვს. ზოგიერთში ეს თვისება მეტადაა გამოკვეთილი, ზოგიერთში კი ნაკლებად. ამ ძაღლებს ზოგიერთი თურქული პოინტერის სახელით იცნობს. მათ შესანიშნავი ყნოსვა და ძლიერი ინსტინქტები აქვთ. საინტერესოა, რომ სტანდარტულ პოინტერებთან მსგავსების მიუხედავად ეს ჯიში კინოლოგთა ფედერაციის მიერ აღიარებული არ არის. შესაბამისად ისინი ძალიან ცოტა სელექციონერს გამოჰყავს და ამის გამო მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა. თუ ქუჩაში ვინმე გაგაჩერებთ და გკითხავთ, რომელი ძაღლის ჯიში ითვლება ყველაზე საშიშად, ალბათ თქვენ დაფიქრების გარეშე პიტბულს უპასუხებთ. ეს ფაქტი გასაკვირი არაა, რადგანაც ძაღლის სამსახეობას ნამდვილად რთული ხასიათი აქვს. ეს ჯიში ოდესღაც ძაღლების ჭხუბისთვის გამოიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სხვა ძაღლებთან შედარებით აგრესიისკენ უფრო მეტადაა მიდრეკილი. თუმცა მკაცრი დისციპლინისა და რეგულარული ვარჯიშის პირობებში პიტბულის ლეკვიც კი ერთგულ, საიმედო და მეგობრულ კომპანიონად იქცევა. დიდი ხნის განმავლობაში ამ ძაღლების მოშენება სხვადასხვა ქვეყანაში აკრძალული იყო, რაც ამ ჯიშს იშვიათს ხდიდა. თუმცა პიტბულებში გვხვდება განსხვავებული შეფერილობის წარმომადგენლებიც, რომლებიც კიდევ უფრო იშვიათ ძაღლებად ითვლებიან. მათი შეფერილობა სხვა პიტბულებისგან საკმაოდ განსხვავებულია, მაგრამ მათი შთამბეჭდავი ვიზუალის მიუხედავად, სელექციონერები ამ ძაღლების მასობრივად გავრცელების წინააღმდეგნი არიან. გარკვეულ პროფესიულ წრეებში ასეთი შეფერილობის პიტბულები არასასრულადაც კი ითვლებიან. საქმე იმაშია, რომ ფერის ფორმირება ემბრიონულ სტადიაზე იწყება, სწორედ იმ მომენტში, როდესაც ნერვული სისტემა ყალიბდება. ამ ძაღლების შეფერილობა კი გენეტიკური პიგმენტაციის დეფექტად ითვლება. ემბრიონის გარკვეულ ეტაპზე მომხდარი ცვლილებები პიგმენტაციის გარდა ნერვულ სისტემაზეც აისახება, რაც მათ წარმოუდგენლად რთული ქცევის ძაღლებად აქცევს. ეკრანზე გამოსახული ძაღლის ჯიშის სახელი ჰოლოინსკვინტლია, თუმცა უმჯობესია დროებით მას მარტივი სახელი, მექსიკური უბეწო ძაღლი ან ჰოლო დაუძახოთ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ძაღლის ჯიშია. მექსიკური უბეწო ძაღლი დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მე-5-მე-3 ათას წლეულში გამოიყვანეს და მისი ისტორია ნამდვილად შთამბეჭდავია. ადგილობრივები თვლიდნენ, რომ ჰოლო აცტეკების ჭექა-ქუხილისა და სიკვდილის ღმერთის მიწიერ განსახიერებას წარმოადგენდა. სწორედ აქედან მოდის მისი სახელიც. მისი მდიდარი ისტორიის მიუხედავად, ეს ჯიში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ძაღლის ჯიშია მთელს მსოფლიოში. ტიბეტური მასტიფი ერთ-ერთ ყველაზე უძველეს ჯიშად ითვლება. მის შესახებ არსებული პირველი ჩანაწერები დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით მე-3-მე-4 ათას წლეულით თარიღდება. ამ უზარმაზარი ძაღლების ფუნქციას ტიბეტელი ბერების დაცვა და ჰიმალაის მაღალმთიან ადგილებში მცხოვრები მომთაბარეების დახმარება წარმოადგენდა. მიიჩნევა, რომ წემსი ნაგაზების ყველა ჯიში ტიბეტური მასტიფიდან წარმოიშვა, თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა, რომლის მტკიცებულებაც არ არსებობს. ზრდასრული მასტიფის წონა 60-დან 80 კილოგრამამდე მერყეობს. ასეთ გიგანტებს დიდი ზომის ეზო და სპეციალური გარემო სჭირდებათ. მასტიფის სქელი ბეწვი მას სიცივისადმი მდგრადს ხდის, მაგრამ სიცხეში მათ ძალიან უჭირთ. მისი აღნაგობისა და მოვლის სხვა სირთულეებიდან გამომდინარე, მასტიფი იშვიათი ძაღლის სახეობას მიეკუთვნება. საინტერესოა, რომ იშვიათი და უჩვეულო ძაღლების უმეტესობა ყველაზე უძველესი ჯიშების წარმომადგენლებიც არიან. თითქოს კაცობრიობა ახალი ჯიშების გამოყვანით ისე გაერთო, რომ მათ ძველი სახეობების შენარჩუნება საერთოდ გადაავიწყდათ. კვლევები აჩვენებს, რომ ტაილანდურ რივჯბეკებს ველურ ძაღლებთან, ანუ დინგოებთან მრავალი მსგავსება აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სავარაუდოდ მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. მეცნიერები თვლიან, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი და სუფთა ჯიშია. იმ მოსაზრებას, რომ ეს ძაღლები სპეციალურად გამოიყვანეს, მეცნიერთა უმეტესობა არ ეთანხმება. დიდი ხნის განმავლობაში მათი გავრცელების არეალი ტაილანდით, ვიეტნამით, კამბოჯით და ინდონეზიით შემოიფარგლებოდა. ძველად ეს ტერიტორიები იზოლირებული იყო, რამაც რივჯბეკების უცვლელად არჩენა განაპირობა. მიუხედავად მათი უძველესი წარმოშობისა, საერთაშორისო კინოლოგიურმა ფედერაციამ ეს ჯიში ოფიციალურად მხოლოდ 1993 წელს დაარეგისტრირა. სწორედ ამიტომ ტაილანდური რივჯბეკები დღემდე იშვიათებად ითვლებიან. როდესაც ბერგამასკოს ძაღლს დაინახავთ, შესაძლოა იფიქროთ, რომ თქვენს წინაშე ძაღლის ნაცვლად მხოლოდ ბეწვის უზარმაზარი გროვაა. ეს ძაღლები იტალიაში, კერძოდ კი ბერგამოს პროვინციაში გამოიყვანეს. მათი სახელით სწორედ ამ ადგილს უკავშირდება. ის ფაქტი, რომ ეს ძაღლები თბილ ქვეყანაში გამოიყვანეს, შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რეალურად ბერგამასკოს ნაგაზები სიცხეს კარგად იტანენ. ეს ჯიში თავდაპირველად მწყემსების დასახმარებლად გამოიყვანეს. ამ ძაღლების დიდი ბეწვი მათ არა მარტო სიცივისგან, არამედ მტაცებლებისგანაც იცავს.
ეს ძაღლები ბინაში ცხოვრებას ვერ ეგუებიან, ამიტომაც მათი უმეტესობა დღესაც კი იმ ფუნქციებს ასრულებს, რასაც ასობით წლის წინ. ცენტრალურ აფრიკაში დაბადებული ამ ძაღლების ისტორია 5000 წელზე მეტ ითვლის. ბასანჯებს ბევრი უნიკალური მახასიათებელი აქვთ, რის გამოც მათი ცნობა არ გაგიჭირდებათ. პირველ რიგში, მათ ყეფა არ შეუძლიათ. დიახ, არ მოგესმათ, ეს არის ძაღლი, რომელსაც ტრადიციული გაგებით ყეფა არ შეუძლია. ამის ნაცვლად, ბასენჯი მხოლოდ ღრენის მსგავს ხმებს გამოსცემს, მაგრამ ეს ხმები მხოლოდ მაშინ ისმის, როდესაც ძაღლი ძალიან აღელვებულია. გარდა ამისა, როდესაც ბასენჯი შუბლს იკრავს და ყურებს ასწორებს, მას სახეზე დამახასიათებელი ნაოჭები უჩნდება, დაახლოებით ისეთი, როგორც ადამიანს აქვს. მესამე მახასიათებელი მისი მჭიდროდ დახვეული კუდია. კიდევ ერთ მნიშვნელოვან განსხვავებას კი ის წარმოადგენს, რომ ბასენჯებს ძაღლებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნი არ აქვთ. გარდა ამისა, ბასენჯებს კატების მსგავსად საკუთარი თავის მოვლა უყვართ. მათი ბეწვი კი ჰიპოალერგიულად ითვლება. ბასენჯის ძირითადად მხოლოდ 4 ან 5 ლეკვი უჩნდება. შედარებისთვის, სხვა ჯიშებს ერთდროულად 15 ლეკვის გაჩენა შეუძლიათ. სავარაუდოდ, სწორედ ეს განაპირობებს ამ ჯიშის იშვიათობას. აზავაკის დანახვისას, თქვენ მისი გამოკვების ძლიერი სურვილი გაგიჩნდებათ, თუმცა მისი ასეთი ანომალიური სიგამხდრე, ავადმყოფობის ან არასრულფასოვანი კვების ნიშანი არაა. ეს ამ ჯიშის ნორმალური, ბუნებრივი სხეულის სტრუქტურაა. აზავაკი მალიში გამოყვანილი ძაღლების ოჯახს მიეკუთვნება. ამ ქვეყანაში უკიდურესად ცხელი კლიმატია, ხოლო მისი მნიშვნელოვანი ნაწილი საჰარის უდაბნოთია დაფარული. ასე რომ ამ რეგიონში მცხოვრები ძაღლებისთვის განსაკუთრებული აღნაგობა ბუნებრივია. აზავაკებს ზედმეტი ცხიმი არ აქვთ. მათი კუნთები გამხდარი და ბრტყელია, ხოლო მათი კანი ძალიან თხელი. გრძელ ფეხებთან და მოკლე ზურგთან ერთად ეს მახასიათებლები ძაღლს საშუალებას აძლევს მაღალი სიჩქარე განავითაროს. აზავაკი მსხვერპლის დევნას დიდხანს ახერხებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უდაბნოშია. ამ ჯიშის ძაღლებს ადამიანებთან კომუნიკაცია უჭირთ. მათ მუდმივი ფიზიკური აქტივობა, დიდი ტერიტორიები და სივრცე სჭირდებათ. სწორედ ამიტომ აზავაკები ძირითადად მხოლოდ პროფესიონალ სელექციონერებს ყავთ. ამ ჯიშის წარმოშობის შესახებ მეცნიერებში კამათი დღესაც არ წყდება. ზოგი თვლის, რომ ლეოპარდისებრი ძაღლი ადგილობრივი ამერიკელი ინდიელების ძაღლების წითელმგლებთან შეჯვარებით ან ესპანელი დამპყრობლების მიერ ახალ სამყაროში ჩამოყვანილ ძაღლებთან შეჯვარებით შეიქმნა. სხვები მგლის სისხლის არსებობას სრულიად უარყოფენ. ზოგიერთი კი დარწმუნებულია, რომ ეს ჯიში მგლებისა და ფრანგული ნაგაზების შეჯვარებით წარმოიქმნა. გაურკვეველი ისტორიის მიუხედავად, ძაღლების სამშობლო ჩრდილოეთ ამერიკაა. 1979 წელს ლუიზიანას მთავრობამ ეს ძაღლები შტატის ოფიციალურ სიმბოლოდ გამოაცხადა. კატაჰულკას ძაღლები თავდაპირველად დიდი ზომის ნადირზე, მაგალითად დათვებზე, გარეულ ღორებსა და ირმებზე სანადიროდ გამოიყენებოდა. დღეს ისინი უფრო ხშირად მწყემსი ძაღლების ფუნქციას ასრულებენ. საინტერესოა, რომ ამ ჯიშის პოვნა შეერთებული შტატების გარეთ პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს სიაში ბოლო ძაღლი წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდანაა. ამ ჯიშის შესახებ არსებული პირველი ჩანაწერები დაახლოებით 200 წლის წინ გვხვდება, თუმცა მაშინ მას როტბერი ტერიერს უწოდებდნენ. მე-19 საუკუნისთვის ისინი საკმაოდ პოპულარულები გახდნენ. სწორედ ამ პერიოდში შეიძინეს მათ ის დახვეწილი გარეგნობა, როგორიც დღეს აქვთ. საინტერესოა, რომ სელექციონერებს შორის ერთ მომენტში ნამდვილი დაპირისპირება დაიწყო. ზოგიერთი ჯიშის სანადირო თვისებების შენარჩუნებას ცდილობდა. ნაწილი კი გეგმავდა, რომ ისინი უფრო მორჩილები და ადამიანებთან ურთიერთობისთვის მეტად შესაფერისნი გამხდარიყვნენ. ძნელი სათქმელია, თუ ვინ გაიმარჯვა ამ დაპირისპირებაში, თუმცა დღეს ბედლინგტონ ტერიერები იშვიათ და ძვირადღირებულ ჯიშად ითვლება. ისინი განსაკუთრებული პოპულარობით არისტოკრატიულ წრეებში გამოირჩევიან და როდესაც ამ ძაღლებს უყურებთ, მათი პოპულარობის მიზეზი ნათელი ხდება.